რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქცია და ახლაც გრძელდება. საღამოს რჩება საავტომობილო გზა გადაკეტილი და დემონსტრანტების ნაკადსაც ხედავთ ჩემს ზურგს უკან. გვიანი ღამის მიუხედავად აქციის მონაწილეები რჩებიან საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე მათი ნაკადი პრაქტიკულად არ წყდება რესპუბლიკის მოედნამდე. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არიან აქ მოსულები ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები, ასევე საპროტესტო ბანერებიც და მათი პროტესტის მთავარი მიზეზი არის 28 ნოემბრის ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ მოქალაქეები უკვე მე-15 დღეა და მოითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს სამართლიან გარემოში და ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან. მათი რიცხვი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით არის 400-ზე მეტი. აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობრივ ქმედებებს გასული დღეების განმავლობაში საპოლიციო ძალების მხრიდან და მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას აქვს ახლა დაწყებული რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა შორისაც არიან სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ შეგვიძლია ახლა მათ კომენტარებს მოусმინოთ პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევიდეთ სახლში, აღარ გავაგრძელოთ პროტესტი, ჩაცხრეს ეს ყველაფერი და გააგრძელოთ ის მსგავსობა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ფაქტი არის, რომ არჩევნები მოგპარეს, ხო? და ძალიან კარგია, მიხარია, რომ 12 წლის მერე მაინც მიხვდა ყველა, რომ რა არის რეალურად ივანიშვილის ჩანაფიქრი. და რეალურად სადმედის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება. მე წეღანას ვქვი და ეხლაც გავიმეორებ, მე აუცილებლად უნდა გავხდე ევროპელი პენსიონერი და აუცილებლად გავხდები. დარწმუნებული ვარ. სულ რო არჩევნები დავივიწყოთ, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ის რაც ეს 12 დღე ხდება, მარტო ამ ნაწამები, რა ვიცი, სიკვდილისპირას მიყვანილი ადამიანების და ციხეში 400 ადამიანის ხო წარმოუდგენელია და რა მუხლებით თან. ესეთი ადამიანების გამო ჩემთვის ესენი არიან ჩვეულებრივი ფორმირება, არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაღაცა პოლიტიკასთან და მართლა მე მგონია რომ თუ ჩემგან სასაცილო ჯგარს, იმიტომ რომ მათ ლეგიტიმურად არ აღვიქვა, მაგრამ მათ თუ ამშვიდებს ეს ფორმულირება და ლეგიტიმაციას აძლევს, მე ვთვლი რომ აი ამ დანაშაულების გამო ისინი უნდა გადადგან. ძალიან მომწონს დღის აქციები რომ არის, იმიტომ რომ ყველა უნდა გახდეს თანამონაწილე და გაიაზრონ და სოლიდარულები უნდა გახდნენ ჩვენს მიმართ, არა როგორც რაღაცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, არამედ როგორც უბრალოდ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ არ შეიძლება სულ რომ მეორე მხარეს იდგე და სხვა განსხვავებული აზრი გაგაჩნდეს, თვალი დახუჭო იმ წამებაზე, სიკვდილისპირას მიყვანილ ადამიანებს. ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ დილიდან აუცილებლად სხვა ძალიან ბევრი აქცია დაანონსებული და დავენახვებთ იმ ადამიანებს, თუ კიდე გონიათ რომ რაღაც პეპლების სამყაროში ცხოვრობენ. არ არის ეს სამწუხაროდ. გაგრძელდება ჩვენი პროტესტი გამარჯვებამდე. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, ჩვენ ვთხოვთ ხელახალ არჩევნებს და გათავისუფლებას პატიმრების, უკანონო პატიმრების, რომლებიც იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი ვალია ვიდგეთ აქ, არ დავიყალოთ, მტკიცეთ და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ხელახალი არჩევნები არის გამოსავალი ამ სიტუაციით. ბავშვები დაგვისახიშა სისხლის იყო სავსე პოლიციის მანქანები და სისხლი იყო, მაინც არ ეცოდებოდა სცემდნენ იმ ბავშვებს. იმ დროს აქ ვიყავი და ვერაფერს ვერ ვშველოდი ამ ბავშვებს. დაასახიჩეს, სუცხვირები დაუტეხეს და ძვლები და ყველაფერი. ძალიან ცუდი ამბავია, ეს მთავრობა უნდა გადადგეს, ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი. ესა ჩემმა შვილებმა, შვილიშვილებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში. არ გვინდა ეს რუსული ჩექმა აქ იყოს კიდე. რამდენჯერ გადაგვიარა იმ რუსულმა ჩექმა. კიდე უნდათ რუსეთში წასვლა, ჩვენ არ გვინდა ხალხს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციას მე-15 დღეს შეუერთდნენ ევროპარლამენტარები, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში და დღეს არაერთი შეხვედრა გამართეს ოპოზიციონერ ლიდერებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან. ასევე შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. მოგვიანებით მათ გადმოინაცვლეს რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად ქართველი ხალხისადმი და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული
ევროპული მისწრაფება და ქართველი ხალხის ნება ევროპულ გზაზე, მისწრაფების გზაზე და მათ აქ ოვაციებით შეხვდნენ აქციის მონაწილეები, ასევე მოითხოვდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ევროპარლამენტარებს არაერთხელ გამოუხატავთ მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი გასული დღეების განმავლობაში, იმ 2 კვირის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და მიმდინარეობს კიდეც საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება დემონსტრაციას ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც მიუხედავად გვიანი ღამისა რჩებიან აქციის მონაწილეები აქ ამ ქუჩაზე და ხვალაც დაგეგმილია არაერთი საპროტესტო აქცია. ამ წუთის მონაცემებით 17 საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი ხვალ თბილისის სხვა წერტილში, რომელიც საბოლოოდ სავარაუდოდ თავს მოიყრის ტრადიციულად საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.